მოგესალმებით ჩემო ძვირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო დღეს მინდა შემოგთავაზ თქვენ ასეთი გაშლა. იმის მიუხედავად თუ დაუშვოთ გაქვთ თქვენ შეიძლება დისტანცია, ან შეიძლება პაუზა, ხო? მანძილი. მაინც რატომ რჩები მნიშვნელოვანი ყველაფრის მიუხედავად, იმიტომ რომ არის სიტუაცია, რომ ბრუნდება პარტნიორი, ხო? ნუ ხა ვიცით ჩვენ ახლა პრინციპში ხა ნუ ვინც მისმენ თქვენ დიდი ხანი კი იცით რომ ეს კარმული ურთიერთობები ასე ხდება და რა თქმა უნდა, როცა ესეთი მანძილი ან რაღაც რაც მე ჩამოგითვალეთ, მაგ დროს ნუ გიჩდება, ხო? კითხვა, აი რატომ ბრუნდები დაუშვოთ თუ დახვედეს სიტყვაზე, ან დაუშვოთ, რატო მანძილზე ხარ დაუშვოთ, ხო? მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ვარ შენთვის, ხო? მოდით აბა ვნახოთ ახლა ჩვენ, ნუ ეს იქნება როგორც თქვენთვის სიგნიფიკაცია, შეიძლება კიდე რაღაცა გამოჩნდეს ახლა აქ გაშლის დროს, გამოვიყენოთ ჩვენ ტარო, ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნი, ერთ-ერთი იმისთვის, რომ მივიღოთ ეს პასუხები, ხო? ვნახოთ ახლა, რატომ რჩები შენ მაგისწვით აი ესეთი მნიშვნელოვანი, ხო? თუმცა ეს ან დუმს, ან დისტანციაზე არის რა. რას გრძნობს ეს ადამიანი, კითხვები როგორც ყოველთვის გამზადებული მაქვს, იმ მომენტში, როცა ხდება, რომ შენ არ ელოდები მაგას, ხო? როცა იცის, რომ არ ეჭიდები მაგას დაუშვათ და მაინც არჩევანს აკეთებს შენზე, ხო? ვნახოთ ახლა სინამდვილეში რა მდგომარეობაში არის ხარ თქვენ ახლა, აი დაუშვოთ, ხო? ელოდებით მაგას თუ აღარ ელოდებით, თქვენი მდგომარეობა ახლა როგორია ვნახოთ. და ესეც ვნახოთ, რას რისკავს ის თუ გააგრძელებს დუმილს, თუ ახლა დუმს დაუშვდეს ადამიანი რა, ან შეიძლება თქვათ სადმე გითვალთვალებს და არ მოქმედებს და ვნახოთ რა ქმედება შეიძლება მისი მხრიდან სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის, აი არა სიტყვებით, არა თქვათ ახლა სიამაყე იმისათვის, რომ თქვენ გაიგოთ, რომ ნამდვილად თქვენ მნიშვნელოვანი ხართ, მისი ქმედება რა იქნება. ნუ ვნახოთ ახლა ჩვენ აქ ვიღაცა შეიძლება, აქ ფიქრობს ადამიანი, ძალიან ბევრს ფიქრობს სხვათა შორის ეს ადამიანი და სხვათა შორის უნდა მაგ ადამიანს აქ დაბრუნება უნდა, ეგრევე ვხედავ, ნუ პრინციპში ჩვენც ახლა ვამბობთ იმ ადამიანებზე, ვინც ახლა ნამდვილად ბრუნდებიან და განახლება უნდა ურთიერთობის, იმიტომ რომ აქ იცით როგორ არის, ხდება რომ თქვენც ალბათ ეუბნებოდით ბევრჯერ მაგას, რომ მე მინდა ნორმალური ურთიერთობა, მე არც და კარგვა არ გინდათ მაგისი, მაგრამ გინდათ რომ აი ბედნიერება გინდათ მაგ ადამიანის გვერდით და ძალიან კარგად ხდება რომ თქვენც უკვე დაიღალეთ, რაც დრო გადის, უკვე თქვენც ხა შეიძლება მართლა აქ ისეთი გოგო ხართ, რომ შეიძლება ვიღაცები კიდევაც ან გწერენ, ან იცის ძალიან კარგად ხდება, რომ აქ შეიძლება თქვენც ვაფშე აირჩევ თქვენ ცხოვრებას და იქნებით თქვენთვის, ნუ სულ სხვანაირად და მე იჯდეს და ჩუმად იყოს, ხო? კარგით, ვნახოთ ახლა ჩვენ. აბა პირველი კითხვა ჩვენი იყო, ანუ რატომ რჩება სწორედ ანუ ეს ქალი, ანუ თქვენ მისის მნიშვნელოვანი ყველაფრის მიუხედავად, რატომ? იცით რა არის? რატომ და პრინციპში რა საინტერესო არის აქ? შეიძლება აი თქვენ მაგაში იწვევთ რაღაცა ინტერესს და მაინც უნდა თქვენთან შეიძლება პირველად შეხვდა ესეთი ქალი, როგორც თქვენ მის ცხოვრებაში და მაგიტომაც არ გამოვრიცხავ. მაინც როგორ არის, იცით, აი თქვენ როგორც აი უნათებს გზას, აქ არ არის განდეგი, აქ არის პაჟი, პრინციპში პაჟიდან ახლა გვერდხების პაჟი რა. მაგრამ აი ინტერესი არის რა, კიდე აბა მითხარით, ძალიან საინტერესო პასუხი არის. აჰა, რატომ? რატომ?
იცით რა არის? აი აქ მაინც იზიდავთ თქვენ, იმიტომ რომ გეუბნებით, თქვენ ხართ ძალიან თვითქმარი. თქვენ ხართ მისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ცხრიანი პენტაკლების. თქვენ ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც მას არ შეხვედრია და აი მაგას თითქოს იზიდავს აი ეს სიტუაცია, რომელიც არის რა თქვენ შორის რა. იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ეწინააღმდეგოს მან ბედს, მაინც ყველანაირად აი თქვენსკენ უნდა მაგას მოსვლა, მაინც რა, აი რაღაცა ძალა თითქოს მაგას გაბრუნებს ისევ თქვენთან. კი არის სიტუაცია, როცა მართლა ზის და დიდი ხანი შეიძლება არც გწეროს, შეიძლება იჯდეს თავისთვის, ხო? მაგრამ მაინც იზიდავთ თქვენ მაგას. ეს პირველად ხდება მის ცხოვრებაში, რომ შეხვდა აი ასეთი ქალი, რომელმაც იცის თავისი ფასი, რომელიც მაგას უყვარხარ თქვენ, აქ შეიძლება ვიღაცა სხვათა შორის სხვაობა იყოს, ასაკში არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ეგრე არა, მაგრამ ყველა ვარიანტში ამ ადამიანისთვის ესეთი ქალი არის პირველად. აი ესე დამოკისეთი ურთიერთობა და ნამდვილად ეხლა როცა არის თქვენგან აი თქვათ მანძილზე სულ იმას ფიქრობს და სულ კითხვები ებადება მაგას მithumetes როცა შეიძლება აი ძილის წინ რომ რატომ თქვენ შეიძლება მაგას ვაფშე ელანდებით კიდევაც რა და ვერ ხვდება რატომ უფრო მეტი კითხვები რჩება ვიდრე თქვათ ეხლა პასუხები მაგრამ ინტერესი აქვს ძალიან დიდი და რო აი არ ვიცი უძირფასესი გახდა ეს ჩემთვის თქვენ რაღაცა ხო გეუბნებით მაგან შეიძლება კიდევაც ეცა და ბევრჯერ გინდათ წასულ გინდათ აი ბედს რო ებრძვის ადამიანი ხო აი ეს არის ყველაზე დამღუპველი თემა არის იმიტომ რომ მაინც რამდენიც არ უნდა ებრძოლოს მე იღებს გადაწყვეტილებას მე ბრუნდება მე ნუ აქ მთელი პროცესი მაგ აქ სიყვარული არის უყვარხართ თქვენ ძალიან უყვარხართ ან უყვარხართ თქვენს რაღაცნაირად სუფთა სიყვარულით რა ზუბდა სიყვარულით უყვარხართ და ძალიან ამოუცნობი ხართ მაგისთვის მიმზიდველი ну რას გრძნობს ნახოთ იმ მომენტში როცა ხდება რომ თქვენ მას არ ელოდებით და როცა თქვენ ხდება რომ არ ეჭიდებით აი იმიტომ რომ ცხრიანი პენტაკლების ენერგიაში როცა არის ქალი ეს ну აქ ნამდვილად აი შუყურუმი არავითარ შემთხვევაში აქ არ იქნება ეგ სიტუაცია ისე რომ თქვენ დაუშვათ მაგას ახლა სულაც რო გული გტკიოდეს თქვენ ხო აი სულაც რო ძალიან განცდებში იყოთ თქვენ ახლა აქ არ გაეკიდებთ თქვენ ახლა ნამდვილად არ აჩვენებთ სამყაროს ხალხს არავის არ აჩვენებთ რომ რამდენად გტკივად გული და აი ეს არის მასში რაღაცა პირველად არის ეგეც შეიძლება იყოს სიტუაცია მის ცხოვრებაში რომ თქვათ ახლა ქალები აქეთ ეხვეწებოდნენ რა ოღონდ დაბრუნდი ოღონდ ჩემთან იყავი და ყველაფერს შენთვის გავაკეთებ მაგრამ თქვენ არა თქვენ იმის მიუხედავად რომ შეიძლება იყოთ გულნატკენი თქვენ არ გაეკიდები და ვერც მიხვდება ვერავინ რომ თქვენ ახლა ხართ დაუშვათ აი ძალიან ისეთ რთული მდგომარეობაში ხო ну რას გრძნობს იმ მომენტში როცა ხდება რომ თქვენ უკვე აღარ ელოდებით აი ზუსტად მაგ პერიოდში ეს ადამიანი დგება იმაზე რომ არჩევანის წინ რომ ესე იგი მე თუ არ გავაკეთე მაშინ ნუ არაფერი არ იქნება მაგ პერიოდში სხვათა შორის როცა უკვე მართლა ხდება რომ თქვენ არ გაეკიდებით აი აქ უკვე შეიძლება даже რამე იფიქროს რა გავაკეთო მე აი მაშინ დგება უკვე იმაზე რომ ნუ უნდა რომ იყოთ ერთად კი ბატონო ხო იცით როგორი მომენტი არის, რაც ხდება, აი მაგ დროს უფრო გეუბნებით რა, მაგ დროს უფრო ხდება ეს ადამიანი, რომ ვერ დავკარგავ მაგას, აი უფრო ეჯაჭება, ну როგორც მე გეუბნებით ხოლმე, რომ როცა მოაკლებ ენერგიას, როცა ქალი აქ მაჩვენებს, რომ ეს ყველა ვარიანტში მაგ სიტუაცია თქვენ უფრო იზიდავთ მაგას რა თქვენ იმიტომ რომ თქვენ აქ აჩვენებთ რას რომ მე შენზე დამოკიდებული არა ვარ
გვერდხების დედოფალი, ეს არის უკვე ენერგია, როცა მე ვაკეთებ იმას, რაც მეთვის არის. კი ბატონო, მე შეიძლება მტკივა გული, მაგრამ მე მაინც დაკავებული ვარ ჩემი საქმე და შეიძლება ეს რომ სადმე რომ გხედავს თუ აქვს იმის საშუალება, ეს ამასაც თქვენ აჩვენებთ იმით, რომ მე მაინც ჩემ საქმეს, ანუ აქტიური ხართ, მოდეთ ასე რომ ვთქვათ რა. და ეს ადამიანი ხვდება მაშინ, რომ აი როცა თქვენ უკვე რო გრძნობთ, რომ ვკარგავ, აი აქ უკვე ხდება როგორ ვერ გავუშვებ, ჩემია ეს, ვერ გავუშვებ, იმიტომ რომ ასეთი ქალის გაშვება, ნუ ახლა სიკვდილის თოლფასი არის რა, ვერა, იმიტომ რომ ეს, ნუ ჩემია. თან თუ დავუშვით მაგას თუ აქ იმის საშუალება ასეთ პერიოდებში რომ დაგინახოს სადმე, ხო საერთოდ აი ტვინი ეკეტება რა, რომ აი ნამდვილად რომ აი და მაგ დროს როცა უკვე გრძნობს ეს იმ მომენტში რომ всё კარგავს, ხო? აი მაგ დროს უკვე გეუბნები შეიძლება კიდევაც მე ჩდება ხოლმე. კი. ხდება რომ თქვენ ხართ მისი ბედნიერება რა, ყველა ვარიანტში რომ თქვენ რო ზურგს აქცევთ, თქვენ რო მუშაობთ, თქვათ, აი ხედავს რომ შეიძლება თქვენ სახში ზიხარ და ტირი ხართ, ესე რა ქვია, მთელი ღამე. მაგრამ რო გამოდიხართ გარეთ, კაციშვილი ვერ ეტყვის, რომ ამ ქალს რამე პრობლემა აქვს და ან ამ ქალს თქვათ, ახლა ნუ კარგად გამოიყურებეთ, მშვენივრად და ამას რო ხედავს, აი მაშინ უჩნდება ეს მომენტი, რომ არა ვერ გავუშვებ მე მაგას, არ შემიძლია როგორ გავუშვა რა. და ნუ ნახოთ ახლა სინამდვილეში აი დაუშვოთ თუ ახლა ჩუმად არის ან სადმე მანძილზე არის ეს თქვენი მამაკაცი, ნუ პარტნიორი, რა მდგომარეობაში არის ახლა სინამდვილეში, რა მდგომარეობაში არის. აქ იცით როგორი მომენტი არის პრინციპში ამ წუთში ახლა ვეკითხოთ. არა. აქ სიტუაცია როგორია, იცით? მან გააკეთა უკვე თავისი არჩევანი. თუნდაც ეხა რა მდგომარეობაში, სადაც არ უნდა იყოს, თუ დაუშვით თქვენ იცით რომ აი ძმაკაცებთან ატარებს ბევრ დროს, ან თქვათ აქ არჩევანია მაგას აქ გაკეთებული. შეიძლება იყოს რაღაცა თქვათ ვიღაცები ელაპარაკებიან, შეიძლება ვიღაცები ეპრანჭებიან, შეიძლება თქვათ ნუ 1000 რაღაცა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ საჯარო გაშლა გვაქვს, მაგრამ აი სადაც არ უნდა იყოს სუფრა მეგობრებთან, ხო გითხარით სიტუაციები, მისი ტვინი მთლიანად არის თქვენზე, ანუ ვერ დაკარგავს ვერანაირად, ვერა. აქ არის როგორი იცით ხა და даже როგორ არის აქ მის დამოუკიდებლად შეიძლება ხდება ის რომ აქ ძალიან დიდი აქ даже ნახეთ ეხლა აი თქვათ ეხლა ეს ბიჭი რომ ისულიყო ვინმესთან ხო ნუ თქვათ მკითხავებთ და თქვათ ეხლა გაუშალონ აი ეს და ეს პოზიცია გამოსულიყო გეფიცებით სულ ყველაფერს რას ეთყოდნენ იცით? ეხლა შენ გზაგარი გაკეთებული ჯადო, ამიტომ მაგ ქალს შენ ვერ უშვებ თავიდან. აი გეფიცებით ყველაფერს, ესეთი პოზიცია არის, იმიტომ არის რომ ტაროს წაკითხვა, ტარო არ არის სამკითხაო ინსტრუმენტი, ტარო რომ უნდა წაიკითხოს სწორად. მაგრამ აი ამ პოზიციაში აი უბრალო ადამიანი, ვინც თქვა, ნუ უბრალო რას გულისხმობ, ვინც არის ეს ტაროს სიოხრმეს, ხო? და თვითნასწავლი რო არის, გეტყოდეთ უეჭველი რომ იმას ეთყოდნენ იმ ბიჭს, რომ შენ გაკეთებული აქ ჯადო, მაგრამ თქვენ ხო იცით რომ თქვენ არაფერი გაკეთებიეთ, ხო? უბრალოდ ეხლა ხართ ასეთი ქალი. არაჩვეულებრივი, ხო? ნუ რასაც მე აქ მაჩვენებენ და ეხლა აი ზუსტად ეს პოზიცია არის, რომ არის იმ მდგომარეობაში, რომ შეიძლება ფიქრობს თვითონაც ზოგჯერ რომ ამ ქალმა გამიკეთა ჯადო, რომ ეს სხვა არავინ არ მაინტერესებს. ამ დროს ეს არის ზუსტად ეს ესეთი ენერგია გაქვთ თქვენ, რომ ნამდვილად იზიდავთ მას რა.
და სხვას ვერავის ვერ უყურებს ეს ადამიანი და ამას შეიძლება გქონდეს ეგეთი ფიქრები, რომ იცოდეთ რა. ნუ თუ თქვენ რამე გააკეთეთ, ეხლა უკვე ეს თქვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ ამაგას უჩნდება ეგეთი აზრები, რომ მე სხვას ვერც უყურებ, არც მაინტერესებს. სულ ანუ ვარ იმდენად უკვე მეშინია, რომ რაღაცა ხო არ არის გაკეთებული აქ ჩემზე, რომ ნუ ვერანაირად ვერ დაკარგავს რა. კი. და უკვე სხვათა შორის ეს სიტუაცია ახლა მე იწვევს მას ქმედებაზე. რაღაცა აი აქ გეუბნებით, ნუ უნდა რომ იმოქმედოს თქვენზე აი იმენა კაცსურად რაღაც გამოვიდეს რა, აი კაცსურად რა. ნუ ვნახოთ ახლა რას რისკავს ის რომ თუ გააგრძელებს ამ თავის ამ დუმილის ან არამოქმედებას, თქვათ, რა რისკი არის, რა დაკარგვის რისკი აქვს მაგას. პრინციპში ნახეთ რა საინტერესო. თუ დარჩება ეს ადამიანი, თქვათ და ნუ უმოქმედო და ჩუმად, რას რისკავს რატომ? გეტყვით ახლა. აქ ნახეთ რა ხდება. აქ მე მაჩვენებენ ზუსტად სხვანაირად. даже მაგისი პოზიციიდან კი არა, რომ ახალი არკანები წამოვიდა. აქ ვერ დაკარგავს მეუბნებიან. ეხლა ეს შეიძლება როგორი მომენტი იცით, როცა უკვე არის აი ასეთ სიტუაციაში, რაც აქ ამიღწევს, ხო? აქ ადამიანი მე იღებს გადაწყვეტილებას, რომ უნდა შევცვალო ჩემი ქმედება. მე ქმედებაზე ხო ვამბობ, რომ თვითონ იძახის, რომ მე არ დავკარგავ. მე მაგას არ დავკარგავ, ვერ დავკარგავ რა. და ნამდვილად ახლა ეს ადამიანი ახლა ფიქრობს, რომ უნდა გამოჩნდეს მხოლოდ სხვანაირად აი ამ სიტუაციაში. ნახეთ როგორ პასუხობენ სხვანაირად, რომ რას რისკავს და თუ არ იმოქმედებს აქ ისე რა ქვია. მოიცადეთ? არა, ორიანი გიხურება. აქ ნახეთ, აქ თუ ღრმად მაჩვენებენ. აქ არ იქნება არანაირი დასასრული, რატო გეტყვით? იმიტომ რომ აქ უნდა მოხდეს ტრანსფორმაცია, აქ უნდა მოხდეს ის რა ქვია, აქ არის კარმული გაკვეთილი რაღაცა არის, იმიტომ რომ ვერანაირად არ არის, აქ დასრულდება რაღაცა ძნელი პერიოდი და დაიწყება რაღაცა ახალი პერიოდი. გამიგეთ რა ხდება? აი ამას მაჩვენებენ. და მან ეს იცის? მან იცის მხოლოდ ის იცის, რომ თქვენთან არის მიჯაჭვული გულით, სულით, ყველაფრით აბსოლუტურად, დღე და ღამე თქვენზე ფიქრობს, სხვას არაფერს მტკივნეულად მაგას იტანს, იმიტომ რომ მაგის ძნელია, იმიტომ რომ კაცზე და ვერ აკონტროლებს სიტუაციას, გამიგეთ? და ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან, უნდა თუ არ უნდა, მთელი მაგისი ფიქრები და სურვილები მიდის თქვენსკენ, გამიგეთ რა ხდება? და ამიტომ აქ ძალიან უჭირს მაგაზე, ვაფშე ვერ პოულობს პასუხებს ეგ თვითონ და მაგრამ გრძნობს იმას, რომ ეს არის ანუ უკვე ისეთი ქალი, ვის გარეშეც მე არ შემიძლია რა. ამიტომ აქ უკვე მაღალი ძალები მაჩვენებენ, რომ აქ მოხდება ტრანსფორმაცია. ეს ადამიანი თავს რომ ასე რომ იქცევა, ხო? და რომ არ მოქმედებს და თვითონაც ახლა მას არავინ არ ეკითხება აქ ასე მაჩვენებენ, რომ აქ მაინც შევა ეგა იმაში, რა ქვია, ტრანსფორმაციაში და მაინც გააქვთ თქვენ აქ ესა სიტუაცია, რომ თქვათ უნდა გააგრძელოთ ეს ურთიერთობა რა. და აქ რა ქმედება იქნება მისგან.
აი ქმედება როგორ იცით, უნდა გამოვიდეს მაგ ადამიანმა, იფიქროს, რომ მართლა აი აქ თითქოს როგორი რას მაჩვენებენ, იცით, რომ გააბედინებენ მაგას რა, მაგე უნდა გამოჩნდეს ყველა ვარიანტში უნდა გამოვიდეს და ყველა ვარიანტში აქ ადამიანი უნდა ესე რა ქვია, კი? ნუ აქ დაბრუნება, აქ ყველა ვარიანტში დაბრუნება. აქ ნახეთ, აქ ისეთი სიტუაციაში არის ადამიანი შეყვანილი, რომ უნდა თუ არ უნდა გაბრაზდეს შეიძლება, აი ყველაფერი უნდა მიატოვოს სამსახური, მეგობრები თუ რაც არ უნდა იყოს და გამოჩეს თქვენთან რა და დაგანახოს კიდე რა, რომ თქვენ ხართ მისთვის პრიორიტეტი რა. არავინ სხვა, რომ თქვენ ხართ, ეს მაშინ თქვენს მიხვდებით, რომ მართლა მნიშვნელოვანი ხართ მისთვის. აი ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ გააკეთებინებენ, იცით, და გააკეთებინებენ ამ ადამიანს ზუსტად, რომ ანუ შეიძლება უეცრად გამოჩნდეს ეს ადამიანი რაღაცა პაუზის მერე და თქვენ მიხვდებით მისი საქციელებით, მიხვდებით თქვენ, რომ ისე რა, ეს შიში რა, ანუ გააკეთებინებს მაგას ის რომ ეს გამოჩნდება, იმიტომ რომ ვერ დაკარგავს ვერაფრით ეს ადამიანი და განახებს თქვენ სხვათა შორის თავისი ქცევებით, რომ თქვენ ხართ მისთვის უმნიშვნელოვანესი. აქ უეჭველი ეს იქნება. კი. და აქ პაუზის მერე დაიწყება ახალი ეტაპი თქვენი ურთიერთობის. ნუ რომ თქვენ ახლა უყვარხართ ამ ადამიანს ყველა ვარიანტში უყვარხართ, კი? და გამოჩნდება, თუ თქვენ დაჟე ახლა ზოგი შეიძლება ეჭვი პარებად ან რაღაცა, აქ უეჭველი გამოჩნდება და ძალიან შეცვლილი და აი ძალიან სხვანაირი. იმიტომ რომ ეს შემიძლია იგითხრათ, რომ აქ ძალიან დიდი სამუშაო არის ჩატარებული. აქ ეს რა არის, იცით, აი ჩვენ ახლა პრინციპში ყველაფერს ხო ვერ ხვდებით ახლა რა ხდება იქიდან როგორ ჩვენზე მოქმედებენ, მაგრამ როცა დაბრუნდება ეს ადამიანი, მართლა მე დაბრუნდით ამ ვიდეოს ქვეშ დაწერეთ რა რამდენად ადამიანი შეცვლილი. თუ უკვე თქვენ ადამიანი დაბრუნდა უკვე, ხო? მაშინ დაწერეთ კომენტარებში, იმიტომ რომ აქ მართლა ძალიან ღრმა გაშლა გამოვიდა, რომ ეხლა ნახეთ, მე როცა გეუბნები ძალიან შეცვლილი, მოდი ზოგი მართლა ძალიან ისეთია, რომ უცნაური თქვით, რომ ხო არ შემიცვალეს ეს ადამიანი, ღმერთო ჩემო. ზოგი ძალიან კარდინალურად იცვლება და ზოგი ახლა პროსტა უბრალოდ მაინც ცვლილება ყველა ვარიანტში აქ ექნება რა, აი მაგ ადამიანში, იმიტომ რომ აქ ისეთი არკანები გამოვიდა, რომ ეს არის შეუძლებელი რა, შეუძლებელი რომ ქმედებაშიც და იმიტომ რომ აქ ხდება ეს ადამიანი, რომ თქვენ მნიშვნელოვანი ხართ ძალიან. თქვენ არა ხართ ის ქალი, რომელიც გაეკიდება, მაგრამ აი ზუსტად ამით იზიდავ თქვენ მაგას. მიხვდით? ეს თქვათ ახლა ანუ მატერიალურ დონეზე. მაგრამ სხვანაირადაც ხო ხდებით ახლა არა ხართ თქვენ აქ უბრალო ადამიანები ერთმანეთისთვის და ამიტომ რა თქმა უნდა მიდის პროცესი და უნდა იყოთ ერთად კიდე გაქვთ რაღაცა უბრალოდ რთული პერიოდი თქვენი დასრულდა და რაღაც ახალ ეტაპზე გადადიხართ ჩემო ლამაზებო.